ახლახან აშკარა გახდა, რომ უკრაინაში ომი მოსკოვისთვის რთულ ფაზაში შევიდა. უკრაინული წინსვლა სამხრეთში, განსაკუთრებით ზაპორიჟიაში გაძლიერდა, გამოავლინა რუსული სარდლობის სისუსტეები და პირდაპირ ზეწოლა მოახდინა გაზაფხულის შეტევაზე, რომელსაც პუტინი ძალის დემონსტრირებად აქცევას აპირებდა. რა მოხდა ბოლოს და ბოლოს? იანვრის ბოლოდან უკრაინულმა ძალებმა ზაპორიჟიას სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში 8-9 დასახლება დაიბრუნეს. კიევის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, რომელთაც სააგენტო როიტერსი ესაუბრა, უკრაინამ კვლავ დაიბრუნა უფრო მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთმა მოახერხა აღება, რაც 2024 წლის შუა პერიოდიდან არ მომხდარა. მარტის შუა რიცხვებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ახალი შეტევის გეგმა მოსაოდნელ მასშტაბზე ვერ განხორციელდა. მოსკოვმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ ფრონტის სხვა უბნებზე 12 დასახლებული პუნქტი აიღო. ეს აჩვენებს, რომ ომი კვლავ ღია, მაგრამ ასევე ნათლად ჩანს, რომ რუსეთის გეგმა რეალური ზეწოლის ქვეშ მოექცა. ვინ მოახდინა ეს გარდატეხა და როგორ მოხდა ეს? ბოლო კვირებში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად მოხსენიებულ ფაქტორად Starlink-ის ტერმინალების დაბლოკვა სახელდება, რომელსაც რუსული ჯარები იყენებდნენ. 29 იანვარს სააგენტო როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევი SpaceX-თან ერთად მუშაობდა იმაზე, რომ რუსულ დრონებში სისტემის გამოყენება შეეჩერებინათ. 5 თებერვალს უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსული ტერმინალები უკვე დაბლოკილია ნებადართულთა სიით. 17 თებერვალს ერთ-ერთმა რუსმა ოფიციალურმა პირმა აღიარა, რომ ტერმინალები უკვე 2 კვირაა გათიშულია. ფაქტობრივად ამან დააზიანა კომუნიკაცია, კოორდინაცია და ბრძოლის ველზე ვითარების შეფასება, სადაც დაპირისპირება უფრო გამწვავდა. სამხრეთში ზაპორიჟიაში, განსაკუთრებით ოლექსანდრიუკასა და ხულიაიპოლეს მახლობლად, აღმოსავლეთში რუსეთი ზეწოლას ახორციელებს ეგრეთ წოდებული ციხესიმაგრეების სარტყელზე დონეცკში, შეტევებით სლოვიანსკის, პოკროვსკისა და კოსტიანტინიუკის მისმახლობლად. 25 მარტს როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი რუსული შეტევა უკვე მიმდინარეობდა. მაგრამ ანალიტიკოსები ჯერ მხოლოდ შეზღუდულ ტაქტიკურ წარმატებებს ხედავენ, გადამწყვეტი გარღვევის გარეშე. Associated Press-ის ცნობით, მოსკოვმა თითქმის 400 დრონი გაუშვა და 4 დღეში 619 შეტევა განახორციელა, რაც მიუთითებს, რომ კრემლმა ცეცხლის ინტენსივობა გაზარდა, რათა ინიციატივა დაიბრუნოს. რუსულ მხარესთან დაახლოებული ხმებიც კი აღიარებენ ამ წნეხს. 25 მარტის შეფასებაში, რომელიც შეაჯამა ომის კვლევის ინსტიტუტმა, ერთმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი ტემპით უკრაინის დარჩენილი ნაწილის დასაკავებლად დაახლოებით 100 წელი დასჭირდებათ. თავად ინსტიტუტმა ეს გამოთვლა შეადარა 83 წლის შეფასებას იმ შემთხვევაში, თუ 2025 წლის თებერვალში დაფიქსირებული პროგრესი შენარჩუნდებოდა. ეს მკაცრი სურათია იმისა, თუ როგორ ვერ აღწევს მოსკოვის მიერ დაპირებულ სტრატეგიულ შედეგს შეღწევისა და გამოფიტვის ტაქტიკა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რადგან 2026 წელი პუტინისთვის არასასიამოვნო შემოbrunებით დაიწყო. გაზაფხულზე ტემპის კარნახის ნაცვლად, ახლა მოსკოვს უწევს შეტევა, რომ დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები, შეაკავოს გამოფიტვა სამხრეთში და ამავდროულად შეინარჩუნოს ზეწოლა აღმოსავლეთში. უკრაინა ცდილობს ქვეითების ნაკლებობა დრონებით, საშუალო მანძილის შეტევებით და ადგილზე უფრო სწრაფი რეაგირებით აანაზღაუროს. ეს მოდელი უკვე ევროპას გარეთაც იპყრობს ყურადღებას. Associated Press-ი და Reuters-ი მიუთითებენ, რომ უკრაინული ტექნოლოგია თავდაცვის ცენტრალურ ნაწილად იქცა და ომში ირანის წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიც დაინტერესდნენ. კიდევ ერთი გამამხილველი დეტალია. 24 მარტს რუსეთმა გაუშვა 16 დაბალორბიტული სატელიტი, რათა ეცადა Starlink-ის კონკურენტის შექმნა. ეხლა ჩანს რუსეთი, რომელიც იძულებულია განახორციელოს მეტი შეტევა, დახარჯოს მეტი რესურსი და ეძებოს საგანგებო გამოსავლები. ამასობაში უკრაინა მოიპოვა სუნთქვის საშუალება სამხრეთში და აჩვენა უნარი, რომ ხელი შეუშალოს რუსეთის გეგმას გაზაფხულისთვის. როგორც ყველა ომში მსხვერპლისა და ტერიტორიის შესახებ ორივე მხარის მიერ გავრცელებული მონაცემები ყოველთვის ვერ მოწმდება დამოუკიდებლად. მიუხედავად ამისა, უახლესი სურათი ცხადად მიუთითებს გარდატეხაზე. მოსკოვი კვლავაც საშიშია, მაგრამ უკვე ვეღარ აჩვენებს იმავე კონტროლს, როგორცაც 2026 წლის დასაწყისში აპირებდა ეჩვენებინა.